გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. შეუჩერებელი კვარაცხელია და ქართველის დიდი აღიარება. თქვენთან კი მაქვს ორი პატარა თხონა. დამიფასოთ შრომა და ვცადოთ რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენი მიზანია რომ 100.000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თხოვნა რომ დამეხმარო ამისნის მიღწევაში. ყველას მადლობას გიხდით, ვინც ეს ჩემი ორი პატარა თხონა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. შესანიშნავი და ხშირად გადამწყვეტია. დავითაშვილის თანაგუნდელი აქებს. სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 1-ში დასაბრუნებლად ბრძოლას განაგრძობს და მორიგ მნიშვნელოვან მას პოსტწინააღმდეგ ჩაატარებს. თამაშამდე კი პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან ისაუბრა ფრანგული გუნდის ფეხბურთელმა ბენ ოლდმა, რომელმაც როგორც გუნდის ტაქტიკაზე, ასევე დავითაშვილის შესახებ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა. გუნდი უფრო კომპაქტურია, მოედანზე 10 მცველი მუშაობს. ბევრს ვესაუბრები მწვრთნელს და ასევე მის ასისტენტს, რომელთანაც ინდივიდუალურად მუშაობ და რომელიც დასვაში ძალიან მეხმარება. ასევე ვესაუბრები ზურიკო დავითაშვილს, რომელიც შესანიშნავი მოთამაშეა და გადამწყვეტ მომენტებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ ერთმანეთთან კარგად ვართ შეთამაშებულები, აღნიშნა ბენ ოლდმა. აღსანიშნავია, რომ სენტ-ეტიენი 24 ტურის შემდეგ 43 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ სატურნირო ცხრილში ძალიან დაძაბული მდგომარეობა. ზურიკო დავითაშვილს კი მიმდინარე სეზონში ლიგაურში 11 გოლი აქვს გატანილი. რითის მხოლოდ სტაფიკ ბენტაიებს შემორჩება ერთადერთი გოლით, ასე რომ ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძვის. იჯარით წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე. ბრიტანულმა გამოცემამ Team Talk-მა გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელა. კერძოდ ავტორიტეტული ჟურნალისტი გრემ ბეილი წერს, რომ მამარდა ლივერპულიდან იჯარის წესით წასვლა სერიოზულად განიხილავს და არსებობს შანსი, რომ ზაფხულში კლუბს ამ თემაზე მიმართოს. Team Talk-ი უწყება, რომ მამარდაშვილი სერიოზულად განიხილავს მომდევნო სეზონისთვის იჯარის წესით წასვლა მოითხოვოს, რათა მუდმივი სათამაშო დრო კონდეს და განვითარება გააგრძელოს. აღსანიშნავია, რომ კლუბს ამ საკითხთან და მამარდაშვილის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე აქვს. ქართველი მეკარე სულ უფრო და უფრო იმედ გასრულებულია საკუთარი როლით და რაღაცის შეცვლაზე ფიქრობს. ლივერპული კი მას გრძელვადიანი გეგმის ნაწილად მოიაზრებს. თუმცა თუ შესაფერისი შესაძლებლობა წარმოიქმნება, გიორგი სენფილდიდან წასვლის ალბათობა გაჩნდება, აცხადებს Team Talk-ის ჟურნალისტი. მოგეხსენებათ, ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე ალისონია და ამის გამო მამარდაშვილი სათამაშო დრო არ ეძლევა. თუმცა ინგლისური პრესის ცნობით, ბრაზილიელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მას კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. ხოლო Team Talk-ი აცხადებს, რომ ალისონი ამ უფლების გამოყენებას გეგმავს და ლივერპულს ეს უკვე შეატყობინა. შესაბამისად, ალისონის დარჩენის შემთხვევაში მამარდაშვილის მომდევნო სეზონშიც მცირე დრო იქნება, რაც გიორგის ნამდვილად არ ხიბლავს. სწორედ ამიტომ მამარდაშვილი ლივერპულის დატოვება სერიოზულად განიხილავს. უნდა მივცეთ საშუალება, რომ იბწყინოს, რა განაცხადეს ჩაკვეტაძის შესახებ. ბოტფორდის თავკაცმაით სტილმა მატჩის წინა პრესკონფერენცია გამართა. ამ პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტმა მას შემდეგი შეკითხვა დაუსვა. გასულ სეზონში ჩაკვეტაძე შესანიშნავი იყო, თუმცა მან რთული ტრავმა მიიღო და დაბრუნების შემდეგ იმავე დონეზე ვერ თამაშობს. ფიქრობთ, რომ მას შეუძლია გასული სეზონის დონეს დაუბრუნდეს? რაზეც ეს სტილი პასუხობს. მას ბალანსის პოვნა სჭირდება. გიორგი უნდა დავტოვოთ იმ ზონებში, სადაც კაშკაშის საშუალება იქნება, თუმცა ჯერჯერობით ეს სრულყოფილად არ გამოდის. ბოლო მატჩებში სხვა ფეხბურთელებმაც აჩვენეს პროგრესი და პოზიტიური ნიშნები, ხოლო გიორგის ერთ-ერთი მათგანია. ის პროცესს გადის. ჩაკვეტაძე მუშაობის ეტაპზეა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საუკეთესო პირობებში აღმოჩნდეს და კვლავ იბწყინოს. მას ხშირად ვესაუბრები და მაქსიმალურად უსმენ. ვცდილობ ვიპოვო ბალანსი გიორგისა და მის გარშემო მყოფ ფეხბურთელებს შორის, რადგან ვიცით, რომ როდესაც ჩაკვეტაძე საუკეთესო ფორმაშია, მისი თანაგუნდელებიც უკეთ თამაშობენ და გუნდიც უფრო უკეთესია, განაცხადა ბოტფორდის თავკაცმა. კვარაცხელია მონაკოსთან მატჩი, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, პირველი შედეგის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი წრის საპასუხო მატჩში პარი სენ-ჟერმენი მონაკოს 2-2 დაუზავდა და რადგან მას წუნად მოგებული ჰქონდათ შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ამაში კი დიდი წვლილი კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც 66-ე წუთზე ანგარიში 2-1 გახადა. ლუის ენრიკემ კვარაცხელია შეტევის მარჯვენა ფლანგზე გაამწესა, ბარკოლა მარცხენაზე, დუეკი ცენტრში. აღსანიშნავია, რომ ეს 25 წლის ქართველი ვარსკვლავის მეოთხე გოლია ჩემპიონთა ლიგის სეზონში. გასულ სეზონში კი მან 3 გოლის გატანა შეძლო. ფრანგულმა პრესამ კი ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა. მაქსი ფუტი, მონაკოს მცველ ვოუტ ფაეს პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში პირველ ტაიმში რეალური ხიფათი ვერ შექმნა. მეორე ტაიმში საჭირო დრო საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ანგარიში 2-1 გახადა, რითაც PSG-ს კომფორტული მდგომარეობა შეუქმნა. ლე პარიზიენი განსაკუთრებულ ფეხბურთელს, როგორც მას მატჩის წინ ლუის ენრიკემ უწოდა, პირველ ტაიმში საკუთარი უნარების ჩვენება უჭირდა, თუმცა მეორე ტაიმში ხუჩა უკეთ ათამაშდა და PSG დააწინაურა, როცა ჰაკიმის დარტყმის შემდეგ დამატებაზე ყველას დაასწრო, წერს ფრანგული გამოცემა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში. სწორედ ამიტომ ქართველმა გარემარბმა მორიგი აღიარება დაიმსახურა. კერძოდ კვარაცხელია კვირის საუკეთესო
საუკეთესო მოთამაშეთა შორის დასახელდა და ტურნირის მეორე კვირის სიმბოლურ ნაკრებში დამსახურებულად მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია და ოსიმენი მოცემულ 11-ულში ერთად არიან. UEFA-ს ოფიციალური გვერდი კი ქართველი ფეხბურთელის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს. მონაკოსთან პარი სენ-ჟერმენის მეორე გოლის გატანის გარდა კვარაცხელიამ ბურთი წინ 422 მეტრით წაიღო, რაც მარცხენა გარემარბებსა და შემტევებს შორის თელ ტურში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ხვიჩა მეტოქის ნახევარზე 33 გადაცემა შეასრულა და 93%-იანი სიზუსტე აჩვენა. წერს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი. ამიტომ კვარაცხელიას პროგრესი და სტაბილური თამაში აჩვენებს, რომ ის არა მხოლოდ საკუთარი გუნდის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. მისი ტექნიკა, დრიბლინგი და მოედნის ხედვა კი კვლავ მნიშვნელოვან იარაღად რჩება პარი სენ-ჟერმენის შეტევით არსენალში. ბარკოლა და ბარსელონა. კვარაცხელიას ერთით ნაკლები კონკურენტი? კრისტიანო რონალდუმ ესპანური კლუბის აქციები შეიძინა. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანი ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. პორტუგალიის ნაკრებისა და ალ-ნასრის კაპიტანი კრისტიანო რონალდუ საფეხბურთო კლუბ ალმერიას თანამფლობელი გახდა. როგორც ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, კრისტიანომ ალმერიას აქციების 25% საუდელი ბიზნესმენის მოჰამედ ალ-ხერეიჯისგან შეიძინა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი რონალდუ შემდეგ კომენტარს აკეთებს. ყოველთვის მსურდა, რომ მოედნის მიღმა ფეხბურთში ჩემი წვლილი შემეტანა. ალმერია არის კლუბი, რომელსაც აქვს სოლიდური საფუძველი და ზრდის აშკარა პოტენციალი. ამიტომ მოუთმენლად ველოდები კლუბის მენეჯმენტთან ერთად მუშაობას ალმერიას შემდგომი განვითარების მიმართულებით. განაცხადა რონალდუ. ცნობისთვის ამჟამად ალმერია ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. გუნდი კი ლა ლიგაში დაბრუნებისთვის აქტიურად იბრძვის, სადაც ბოლოს 2023-24 წლების სეზონში თამაშობდა. იმის მიუხედავად, რომ სეზონის გადამწყვეტი ეტაპი ჯერ კიდევ წინ არის და კლუბების მთავარი ფოკუსი მიმდინარე ტურნირებზეა გადატანილი, ევროპულ საფეხბურთო სივრცეში სატრანსფერო თემები უკვე აქტიურად განიხილება. ტოპ კლუბები მომავალი ზაფხულისთვის გეგმებს აწყობენ. სკაუტინგი კი სრულ ტემპზე მიმდინარეობს. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ბრედლი ბარკოლას სახელიც. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გაჩნდა საუბარიც, რომ კონკურენციის გაზრდის ფონზე ბარკოლა გუნდში საკუთარ როლზე ბოლომდე კმაყოფილი არ არის. კვარაცხელიას დამატების შემდეგ კი PSG-ს შეტევით ხაზში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა, რის გამოც ფრანგი ფეხბურთელის შესაძლოა ისეთ კლუბზე დაფიქრდეს, სადაც მეტი სათამაშო დრო და განვითარების უკეთესი პერსპექტივა ექნება. ბოლო ინფორმაციით, რომელიც ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრისიო რომანომ გავრცელა, ბარსელონა პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა შემტევის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. კატალონიური გრანდი ფეხბურთელის პროგრესს რეგულარულად სწავლობს და მის პოტენციურ ტრანსფერს სამომავლო გაძლიერების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს. თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურ მოლაპარაკებებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ აშკარაა, რომ ბარკოლას სახელი ზაფხულის ერთ-ერთ საინტერესო სატრანსფერო ისტორიად შეიძლება იქცეს. ამიტომ მიყვეთ მოვლენების განვითარებას. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.